წარმატებული დედის შვილი. კი, რა თქმა უნდა, ძალიან წარმატებული. ქონდა რამე კომპლექსი ამაზე. ალბათ კი, როგორ არა, რო იხსენებენ რომ აი აგრესია ჭადრაკის მიმართ ალბათ, თუმცა სხვა უფრო ადამიანური ახსნაც აქ წასული იყო და ჩემი ძიება. ბავშვობიდან გულს შემატკივრობდი არგენტინას. ეს იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ სიცოცხლის განმავლობაში სოფლიოს ორი ყველაზე დიდი ფეხბურთელი არგენტინელი არის. მარადონა და მესი. ხო, მაგრამ მაინც არ დაინტერესებულ ის არის წარსულში. ნეგატიურად როცა აფასებენ, რას გულისხმობენ. აი როგორი გუნდი, აი ვისაც არ მოწონს, რას ამბობს. საინტერესოა მის მის ნაცვლად რო გამოვიცო. ხო, აბა გამოვიცო. ალბათ აგრესიულობას გულისხმობდა. ვარაუდ უფრო მაგას. უხეშობას. ერთხელ შემთხვევით ნახე მანქანა გაგვიფუჭდა ბათუმის გზაზე და ჩამოიარა, არ ვიცოდი ვინ. მანქანა გაუფუჭდა. მე გაფუჭდა. მე ვიყავი საჭესთან, მანქანა გაფუჭდა და ჩამოიარა დიდმა კორტეჟმა დაცვით და ადამიანმა ჩამოწია ფანჯარა და რა ხო დაგეხმარა. ხო, 4 წელი იყო და მადლობა უთხრა რაღაცა და აი ჩემ მანქანა მიგიყვანთო და მე არ ვიცოდი ვინ იყო და ჩავჯექი იქ ვიკითხეთ ვინ არისო და გითხრეს ეს. მეორე იყო ძალიან ეგზოტიკური, მაგრამ გითხრა რომ 11 სექტემბრის ტერაქტში როგორ ფიქრობ მოსადი მონაწილეობა თუ არა. აი დიდი კომპლიმენტია რომ ის თვლიდა რომ მე უნდა ვიცოდე. შენ როგორ ცოდნე? ხო. ისტორიული მეხსიერებაზე როცა საუბრობ, ხო, ახალგაზრდა თაობაზე, სადღაც 10 წლის წინ ჯერ კიდევ მუშაობდა, ანუ ჯერ კიდევ ხალხს ახსოვდა ის პერიოდი, როდესაც რადგან ნაციონალურ მოძრაობაზე ვლაპარაკობთ, ნაციონალური მოძრაობის თქვენ ამბობთ, თქვენი გუნდი ამბობდა ხოლმე შეცდომას. დანაშაულს არ ამბობდა. ნუ ახლა დანაშაულს როგორ იტყოდა? ცნობილი ადამიანის გამოთქმა არსებობს. ტალერანის მეგონი რომ ეს არის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია. დეჩემს ახსენებდი, დეჩემ რომელიც იყო წარმატებული და ყველა სიყვარულით სარგებლობდა, მისთვის ეს ზუსტად ვიცი, მის განაცდა ის საჯაროდ და არასაჯაროდ, ძალიან მძიმე იყო ის რაც ჩემ გამო მას შეხვდა. ივანიშვილი რომ მოვიდა იმ პერიოდში ჯერ კიდევ თანამდებობა ხო ქონდა რაღაცა პერიოდი. ერთი წელიწადი ვიყავი პიტკინივით ტრიზურგში. მაშინ ტაბულა არსებობდა და ამბობდა ხოლმე უშიშროების საბჭოს ცოლი თამულაზე. ეხლა ხშირად ამბობ, წავიკითხე უკვე ეხლა ტაბულას დირექტორის ქმარი. კი, როგორ არა, უფრო კარგი ხუმრობაც იყო რომ უშიშროების საბჭოს დივნის ცოლის ქმარიო.